დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ქუთაისის ტორპედო და სპაერის ორი ვარიანტი. ერთ-ერთი უნდა გითხრათ. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი გახლავთ. ფოტოებში ყოჩარი გამოდგა სპაერის გასაგებები. UEFA-ს ინტერტოტოს თასზე 1996-2008 წლებში 8 ქართულმა გუნდმა ითამაშა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გამარჯვებული სეზონის გამარჯვებული ივნისში გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. და დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ქუთაისის ტორპედო და სპაერი, რომელიც ჩვენი ტურნირის დებიუტანტია, საქართველოს თასის გამარჯვებული და პირველად მონაწილეობს ჩვენს გათამაშებაში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფანების ლიგის გამარჯვებული წყვილი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. და გაგაცნობთ ახლა გუნდების შემადგენლობას, დავიწყებ დებიუტანტებიდან სპაერი, ბადრი ტეტუნაშვილი და ირაკლი ყაველაშვილი. მოგესალმებით, მეგობრებო. როგორ ხართ? ძალიან კარგად. პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. გისურვებთ წარმატებულ სეზონს. დიდი მადლობა. თქვენც ასევე მინდა გისურვოთ წარმატებული სეზონი, როგორც ჩვენ თამაში, ასევე საფეხბურთო წარმატებული სეზონი მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ თქვენი კლუბის მიმართ, იმიტომ რომ იშვიათია ხო არ არის ხშირი შემთხვევა, როდესაც ქვედალიგელი გუნდი ახერხებს თასის მოგებას და ევროთასებზე თამაშს და რა თქმა უნდა წარმატებები ევროთასებზე, წარმატებები შიდა ჩემპიონატშიც და წარმატებები ფანების ლიგაშიც რა თქმა უნდა. და თქვენი მეტოქე გუნდი ქუთაისის ტორპედო, გურამ ჭეიშვილი და ვალერი მინდელი. ბიჭებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. ჩვენიერ განწყობაზე საბრძოლოდ წარმატებები მეტოქეს და უძლიერესმა გაიმარჯვოს. გაიხარეთ. დიდი მადლობა. რა ხდება ტორპედოში როგორი სიტუაციაა? საბრძოლო ემზადებით ჩემპიონობისთვის. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა თქვენც. მადლობა. ისევ და ისევ როგორც საფეხბურთო ასპარეზზე, ასევე ჩვენთანაც. და შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი, მოკლედ პირველი ტური გახლავთ უცხოური ტური. 1997 წელს, როცა იტალიის ნაკრებმა პირველად ითამაშა თბილისში, სკუადრა აძურას კარში ეს მეკარე იდგა. მიუხედავად იმისა, რომ თაობის გამორჩეულ გოლკიპერად იყო აღიარებული, ჯერ ჯანლუკა პალიუკას, შემდეგ კი ჯანლუიჯი ბუფონის ჩრდილში მოექცა. დაასწრო ტორპედომ. ტოლდო არ არის სწორი პასუხი, შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა და მერე უკავშიროთ. ჯერ პალიუკას, შემდეგ კი ბუფონის ჩრდილში მოექცა. სამაგიეროდ წლების განმავლობაში ნომერ პირველი იყო ჯერ იუვენტუსში, შემდეგ კი რომის ლაციოში. კარიერის მიწურულს 2006 წელს მარჩელო ლიპიმ ნაკრების მესამე მეკარედ წაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და მიუხედავად იმისა, რომ იქ წუთიც არ უთამაშია, შინ ოქროს მედლით დაბრუნდა. პერუცი. პერუცის სწორი პასუხია და 1-0 დაწინაურდა სპაერი. გილოცავთ წარმატებულ დებიუტს. პირველი ქული. კი ბატონო. მეორე შეკითხვა უცხოური ტურიდან. ეს სუპერ თავდამსხმელი მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლეგენდაა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ გრანდს ასაკში მყოფი შეუერთდა, თავის ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 84 მატჩში 85 გოლი შეაგდო. ზედიზედ 5-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ჩემპიონთა თასი კი 3-ჯერ მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასის 2 ფინალში შეასრულა ჰეტ-ტრიკი. 1960 წელს ფრანკფურტის აინტრახტს 4 გოლი გაუტანა, 1962 წელს კი 3 ბურთი შეუგდო ლისაბონის ბენფიკას. ადვილად მიხვდებით ვიზია საუბარი თუ გეტყვით, რომ 2002 წლიდან უნგრეთის პუშკაშის სწორი პასუხია. უნგრეთამდე მიხვდით თუ კი ბატონო, სწორი პასუხია ფერენც პუშკაში და ანგარიში გათანაბრდა 1-1. უცხოური ტურის მესამე შეკითხვა. ევროპის საუკეთესო 21 წლამდელი ფეხბურთელის წოდება 2003 წლიდან ერთადერთმა გერმანელმა მოიგო.
1992 წელს ქალაქ მემინგენში დაბადებულმა ამ ბიჭმა ბოდიში. დღეს ის ფრანკფურტის აინტრახტის მოთამაშეა, თუმცა მასზე გაცემული ავანსები რომ გაემართლებინა, კიდევ დიდხანს იქნებოდა ბაიერნის სუპერვარსკვლავი და ტორპედო მარიო გიოცე იყოს. მარიო გიოცეს სწორი პასუხია, ბატონო მარიო გიოცე გახლავთ და 2-1 ანგარიში მეოთხე შეკითხვა. 1996-97 წლების სეზონში ევროპის სპორტულმა გამოცემებმა ოქროს ბუცი აღადგინეს. მას შემდეგ ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ 2 ბრაზილიელმა მოიგო. პირველი ფენომენი რონალდოა. მეორე კი თქვენ უნდა გამოიცნოთ. რომარიო. არ არის რომარიოს სწორი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ. ორივე ტიტული მან პორტუგალიურ კლუბებში თამაშის დროს მოიგო, ჯერ პორტუში, შემდეგ სპორტინგში. 2000 წელს, როცა გალათასარაიმ ევროპის სუპერთასზე მადრიდის რეალი 2-1 დაამარცხა სამეფო კლუბს, ორივე გოლი მან გაუტანა. უცნაურია, მაგრამ ფენომენალური შედეგიანობის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ 10 ჯერ ითამაშა და ერთადერთი გოლი გაიტანა. მარიო ჟარდენი. ჟარდენის სწორი პასუხია, აი ეს ცოტა იჩქარეთ. კი ბატონო, 3-1 და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ამ სამხრეთ ამერიკული ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალია. ვაი, ჩილე. კი ბატონო. სწორი პასუხია. კი ბატონო, 4-1-ია უცხოური ტურის შემდეგ ანგარიში. ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, ძალიან ორი კითხვა და თან მე სულ ორქულიანები მოდის, ასე რომ მხნედ იყავით. შემდეგი ტური გახლავთ ფოტო ტური. ფოტო ტურის პირველი ფოტო არის რუბრიკა 3-4-ზე, ანუ გამოჩნდება ფოტო ეკრანზე, თქვენმა დააჭიროთ ღილაკს ხელი და მე მითხრათ უკვე ვისი ფოტო იყო ეკრანზე. მაშასე ფოტო 3-4-ზე. დაასწროს ბაერმა. დელ პიერო სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, და ანგარიში გახდა 4-2. შემდეგი ფოტო გახლავთ ფოტო საერთაშორისო მატჩიდან, რომელიმე ისეთი ცნობილი საერთაშორისო მატჩიდან, შეიძლება იყოს ნაკრებები, შეიძლება იყოს კლუბები, თქვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ან ევროპის ჩემპიონატის, სოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა. მაშასე მეორე ფოტო საერთაშორისო მატჩიდან. სპაიერმა დაასწრო ისევ, გისმენთ? ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. აიაქსი მილანი. აიაქსი მილანი, სწორი პასუხია, კი ბატონო. სწორი პასუხია. ფოტოებში ყოჩარი გამოდგას, სპაიერი გასაგებრებით 4-3 ანგარიში. და შემდეგ კითხვა უკვე არის ქართული ფოტო, ანუ საქართველოს ნაკრები ან ქართული კლუბის ფოტო, რომელიც არის უკვე ორქულიანი, იმიტომ რომ ჩვენ ქართულ ფეხბურთს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. შესაბამისად, ყველა კითხვა ქართულ ფეხბურთზე არის ორქულიანი. მაშასე, შემდეგი ფოტო უნდა გამოიცნოთ, რომელი ნაკრებები თამაშობდნენ, უკვე მიხვდებოდეთ, რომ ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებია და მეტოქე ვინ იყო საქართველოს ნაკრების ამ ფოტოზე. დაასწრო ტორპედომ, გისმენთ? ანუ დიდი იმედი მაქვს საქართველოს ინგლისის მატჩია ლაპარაკი. ინგლისის ეგეთ ფორმები მე არ მახსოვს. ჩვენ გაქვთ კიდე რამდენიმე წამი? ეს არის თუ არ ვცდები, საერთაშორისო ოფიციალური შეხვედრა იქნება, ხო? კი, არა, ოფიციალური ნაკრები შეიძლება ამხანაგური იყოს, შეიძლება ესე. ამხანაგური. ვერა? მოკლედ ორი ვარიანტი მაქვს, ერთ-ერთი უნდა გითხრათ. ბულგარეთიან. რაღაც 2-3 წამში უნდა გითხრათ ერთ-ერთი ვარიანტი. სასონხეთი. სწორია, სასონხეთი. საქართველოს სომხეთი 7-0-ის თამაში არის ეს. კი ბატონო, მეორე რა ვარიანტი ქონდა? ბულგარეთის ვარიანტი. ხო, არა, ბულგარეთსაც ეგეთ პრობლემა. საქართველოს სომხეთი იყო და შესაბამისად ანგარიში ხდება 5-4 უკვე სპაიერის სასარგებლო. ფოტოებში ყოჩაღები გამოდექით განსაკუთრებით. მაშასე, მეგობრებო, შემდეგი ტური არის უკვე ქართული ტური, კითხვები ქართულ ფეხბურთზე, სადაც ყველა კითხვა, ყველა პასუხი არის ორქულიანი. მაშასე, ქართული ტური, პირველი შეკითხვა. გაგრაში დაბადებული ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატიდან უკრაინის პირველობაზე გააგრძელა კარიერა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა შეპეტოვკის ტემპსა და დონეცკის შახტარში. ის ასევე პირველია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს წითელი ბარათი მიიღო.
ეს 1995 წელს მოხდა მოლდოვაში 2-3 წაგებულ მატჩში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზზე სცადა ბედი და თბილისის ამერს 2006-2007 წლებში ორ-ორჯერ მოაგებინა საქართველოს თასი და სუპერთასი. არ ჩანს პასუხი, ტორპედომ დააჭირა. თუ სწორად მახსოვს, გვარი არის ფარცვანი. არ არის სწორი პასუხი. ჩიხრაძე. გიორგი ჩიხრაძე, სწორი პასუხია. კი ბატონო, გიორგი ჩიხრაძე იყო ერთ-ერთი პირველი ლეგიონერი, ვინც უკრაინაში თამაშობდა და მერე უკვე ამერის მწვრთნელი იყო და მოაგებინა თასის და სუპერთასის. შესაბამისად ანგარიში გახდა 7-4. შემდეგი შეკითხვა ისევ ქართული ტურიდან. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი გახლავთ. უცნაურია, მაგრამ 1990 წელს ლიეტუვასთან თბილისში მატჩის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია. ისმენთ ტორპედომ დააჭირა? გოგრიჭიანი. არა, გოგრიჭიანი არ არის სწორი პასუხი, ხო შეგიძლიათ უსმენთ ბოლომდე. თბილისში მატჩის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია. ნაკრები კი არა, ძალიან მალე კარიერას დაასრულა, არა და 25 წლის გახლდა. ოლიმპიური თამაშების მედალს არაერთი ქართველი ფეხბურთელი ფლობს, თუმცა ოქროს მედალი დააჭირეთ და ვითხარით არ პირდაპირ კეტაშკა. გელა კეტაშვილის სწორი პასუხია, კი ბატონო. გელა კეტაშვილი იყო პირველი კაპიტანი ლიეტუვასთან საქართველოს ნაკრების მატჩში და შესაბამისად ანგარიში გახდა 9-4. სპაერის სასარგებლოდ. მესამე შეკითხვა ქართული ტურიდან. ეს ვეტერანი გაგრელი ფეხბურთელი 60-იან წლებში დინამოს ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლისა შეუერთდა პირველ გუნდს, თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. საჩემპიონო 1964 წლის სეზონში უკლებლივ ყველა 33-ვე შეხვედრაში ითამაშა. 1965 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩის შემდეგ პელეს მაისურით გაუცვალა. კარიერა რუსთავის მეტალურგში დაასრულა. ფეხბურთელობამდე მოფარიკავე გახლდა და საქართველოს ჭაბუკთან ნაკრებშიც ასპარეზობდა. აბა თუ გვაქვს რაიმე ვერსია? 1 აფხაზური ეკლა. 5-მდე დავჭრა. 2 3 დააჭირა ტორპედომ, გისმენთ? მინუსი არ მიდიხართ, შეგიძლიათ ახლა ნებისმიერი. გისმენთ? ცვაიბა. ვინ? ცვაიბა. ცვაიბა? არა, 1960 გავრისკეთ უბრალოდ. ხო, არა, მესმის. მეტრეველი. არა, მეტრეველი არა, გიორგი სიჭინავა იყო ეს ფეხბურთელი, გიორგი სიჭინავა. აი პელეს რომ აისური გაუცვალა და შეიძლება მანდა გახსენებოდა. კი ბატონო, ანგარიში დარჩა უსულე 9-4-ია ისევ და შემდეგი შეკითხვა ქართული ტურიდან. ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა მოთამაშის კარიერა 20 წლის წინ დაასრულა თბილისის ლოკომოტივში. სამწვრთნელო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო. შემდეგ ბაქოს ინტერში იმუშავა. 2019 წელს კი ფედერაციასთან გააფორმა კონტრაქტი და 19 წლამდელები ჩაიბარა. გისმენთ? სპაერმა დააჭირა და გისმენთ? ცხადაძე. ცხადაძე არა, სწორი, ცხადაძე. თქვენ გაქვთ ბოლომდე მოსმენის საშუალება. 19 წლამდელები ჩაიბარა. ასაკობრივი ჩემპიონატის შესარჩევში მისმა გუნდმა 3-ვე თამაში მოიგო, თუმცა ელიტრაულში ვერ ითამაშა COVID პანდემიის გამო. ახალგაზრდულ ნაკრებში დაწინაურებულმა სადებიუტო ამხანაგურ მატჩში 4-1 გაანადგურა ბელარუსი და მას შემდეგ ის 21 წლამდელების სათავეშია. შარშანის გახდა პირველი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი პირდაპირ შესარჩევი ეტაპიდან გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რამაზ სვანაძე. რამაზ სვანაძე სწორი პასუხია, კი ბატონო. და 9-6, ანუ ორი ქულა დაგემატა თქვენ. ცოტა იჩქარეთ, მე მგონი. კი, კი. 9-6-ია ანგარიში და ქართული ტურის ბოლო მეხუთე შეკითხვა. UEFA-ს ინტერტოტოს თასზე 1996-2008 წლებში 8 ქართულმა გუნდმა ითამაშა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი 0-6 ეს გუნდი დამარცხდა. სარეკორდო წაგება კლუბმა 2001 წელს მეორე წრეში იწვნია საფრანგეთის ტრუასთან. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ იმ დროს გუნდს იტალიელი სპეციალისტი ჯანი კარნევალი წვრთნიდა და დაასრულა ტორპედომ ვიჯორჯი. ვიჯორჯია სწორი პასუხია, კი ბატონო, რომელიც გეცხოვოთ რა გაგახსნეს, ხო? და 9-8 გახდა ანგარიში, ძალიან დაძაბული თამაში გვაქვს ბოლო ტურის წინ, ძალიან სერიოზული ამბავი გვაქვს მოკლედ. 9-8 ჯერჯერობით წინ არის სპაერი და ჩვენ წინ გველოდება
ბოლო ტური, რომელიც გახლავთ ქალაქობანა, რომელიც ყველას გვითამაშია, ყველა ვიცით. თქვენ გაქვთ წინ თაბახის ფურცლები, სადაც ჩამოწერილია 5 კატეგორია, ეს კატეგორიები არის ქვეყანა, ანუ იგივე ნაკრები, ანუ FIFA-ს წევრი ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ახლა ეკრანზე ამოვა რაღაც 100 და თქვენ ამ 100-ზე ეს 5-ვე კატეგორია უნდა შეავსოთ. ვინც პირველი მორჩება, შეუძლიათ თქვა სტოპ და სამჩერდებით და უნდა ვაჩვენოთ მე რომ აუცილებლად შევსებული უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ტრუხაზე არ მოსულა. მას ასე ჩავშთო თუ შეიძლება ვნახოთ რა 100 ამოვა პირველი. ასობგერა D. დავიწყეთ. D 100-ზე ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. სტოპ. დასრულა ტორპედომ პირველმა. ბიჭებო, თქვენ როგორ ხართ? აბა, ვაჩვენოთ თუ შეიძლება ეკრანებს, ისა კამერებს ვაჩვენოთ თუ შეიძლება. მას ასე აქ ერთნაირი პასუხებზე იწერება თითო ქულა. სწორ პასუხებზე 2 ქულა თუ განსხვავებულია, თუ არა გვაქვს პასუხი და ისა, ანუ მაქსიმუმ 3 და 0. ანგარიში გვაქვს ესე იგი 9-8 და მას ასე პირველი ქვეყანა D-ზე ნაკრები. დანია. დანია თითო ქულა 10-9. კლუბი D-ზე. დორტმუნდი. დინამო. 2 ქულა, კი ბატონო. 12-11. უცხოელი ფეხბურთელი. დიდა. დევიცი. კი ბატონო, 2 ქულა, 14-13 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი. დარასელია. თქვენ არ გაგწევთ. ვეღარ მოახერხეთ. აი ცოტა სისტრაფეში, ცოტა გაიჭედრა. ანუ 16-14 დაწინაურდა ტორპედო და მწვრთნელი დონადონი. თქვენ არ გაგწევთ. ანუ 19-14. ესე იგი 3 ქულა, ანუ 3 ქულა მოგენიჭათ იმ პასუხებზე, რომელიც ბიჭებმა ვერ მოასწრეს აქეთ. 19-14 ანგარიში, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს 2 ეტაპი. ახლა კიდევ ამოვა ერთი 100. ამ 100-ზე უკვე პირდაპირ აღარ წერთ, მე ვსვავ კითხვებს და ერთი და იგივე 100-ზე იწყება ყველა პასუხი, მე ვსვავ კითხვებს და უკვე ამის მიხედვით პასუხობ. ჯერ სხვაობა საკმაოდ მცირეა, სულ რაღაც 1-2 პასუხით შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ასე რომ მობილიზებული ვიყოთ ორივე გუნდი. მას ასე 19-14 და შემდეგი 100 თუ შეიძლება ასობგერა I. კი ბატონო, პირველი შეკითხვა რომ ქვეყანა ნაკრები. ამ ნაკრებთან 11 ჯერ ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ არც ერთხელ მოგვიგია. ამ ნაკრებთან 11 ჯერ ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ არც ერთხელ მოგვიგია. კლუბი. ამ ინგლისურმა კლუბმა UEFA-ს თასი მოიგო იმ წელს, როცა დინამომ თასების თასი მოიგო. ამ ინგლისურმა კლუბმა UEFA-ს თასი მოიგო იმ წელს, როცა თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო. შემდეგი შეკითხვა უცხოელი ფეხბურთელი. ეს გერმანელი მეკარე კიოლნის და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა. ქვეყნის ნაკრებში კი 50-ზე მეტჯერ ითამაშა. გერმანელი მეკარე, რომელიც კიოლნის და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, ნაკრებში კი 50-ზე მეტჯერ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით თბილისის დინამოს პირველ საევროთასო მატჩში ამ ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით თბილისის დინამოს პირველ საევროთასო მატჩში ამ ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. და მწვრთნელი იასოზე გარდა იმისა, რომ 10 ესპანურ კლუბს წვრთნიდა, ბასკეთის ნაკრებსაც გაძღოლია. 1999-2000 წლების სეზონში კი ბალონ დორის პრიზიც მიიღო საუკეთესო მწვრთნელისთვის. ანუ 10 ესპანურ კლუბს წვრთნიდა, ბასკეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო, 99-2000 წლების სეზონში კი ბალონ დორის პრიზიც მიიღო საუკეთესო მწვრთნელისთვის. დავასრულეთ. მაშასე ვაჩვენოთ კამერებს თუ შეიძლება. რომ დავაფიქსიროთ რეები გვაქვს დაწერილი და მივყვეთ. იასოზე ამ ნაკრებთან ვითამაშეთ 11 ჯერ, მაგრამ არც ერთხელ მოგვიგია. ირლანდია. არ გიწერიათ, ვერ გაიხსენეთ ირლანდია. 22-14 ანგარიში 3 ქულა თქვენ. კლუბი, რომელმაც UEFA-ს თასი მოიგო იმ წელს, როცა დინამომ თასების თასი მოიგო, ანუ 91 წელს, იფსვიჩი. იფსვიჩი, კი ბატონო, თითო ქულა. 23-15 ანგარიში.
უცხოელი ფეხბურთელი, ანუ გერმანელი მეკარე, კიონის და მადრიდის რეალის მეკარე ნაკრებში. ბოდო ილგნერი. ილგნერი თქვენ არ გიწერეთ. ანუ სამი ქულა თქვენსკენ 26-ით 15. ქართველი ფეხბურთელი, ანუ დინამოს პირველ საერთაშორისო მატჩში გოლი ვინც გაიტანა იასოზე? დიდი იმედი მაქვს იაშვილი, სუსტად არ ვიცი. იაშვილი ჯერ პატარა იყო, მაგრამ ინალიშვილი. ინალიშვილი, სწორი პასუხია, კი ბატონო. 26-ით 18 ანგარიში სამი ქულა თქვენსკენ, მეორე გოლი ინალიშვილმა გაიტანა. და მწვრთნელი, რომელმაც ბასკეთის ნაკრების წევრიც იყო და ბალონდორიც მოიგო, ხავიერ ირურეტ. ირურეტა თქვენ? ირალამენდი. ირურეტა არის სწორი პასუხი. შესაბამისად 29-ით 18 არის ანგარიში. 29-ით 18 11 ქულაა სხვაობა და ჯერ კიდევ დაკაჩვადია, იმიტომ რომ კიდე 5 კითხვა გვაქვს, 5 კატეგორია გვაქვს წინ. ამ შემთხვევაში მე უკვე 100-ს აღარ გეუბნებით. უბრალოდ ყველა პასუხი ერთი და იგივე 100-ზე იწყება, მე ვსვამ კითხვებს და თქვენ უბრალოდ წერთ პასუხებს, როგორც იცოდეთ, რომ ყველა პასუხი არის ერთი და იგივე 100-ზე. მაშასე, ქვეყანა. ну იგივე ნაკრები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, საუკეთესო შედეგი 1994 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, საუკეთესო შედეგი 94 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. კლუბი. ამ იტალიური კლუბის ლოგოზე მგელია გამოსახული. ამ იტალიური კლუბის ლოგოზე მგელია გამოსახული. უცხოელი ფეხბურთელი. 1996 წელს ეინდჰოვენიდან ბარსელონაში რომ არ გადასულიყო, იქნებ ბათუმშიც ჩამოსულიყო, ბათუმის დინამოსთან თასების თასზე სათამაშოდ. 1996 წელს ეინდჰოვენიდან ბარსელონაში რომ არ გადასულიყო, იქნებ ბათუმშიც ჩამოსულიყო დინამოსთან თასების თასზე სათამაშოდ. ქართველი ფეხბურთელი. ამ მეკარემ ითამაშა საქართველოს 17 წლამდე, 19 წლამდე, 21 წლამდე ნაკრებში და ეროვნულში 30-ზე მეტი მატჩის დაუგროვდა. მეკარე, რომელმაც ითამაშა 17 წლამდელებში, 19-ებში, 21-ებში და ეროვნულში 30-ზე მეტი მატჩის დაუგროვდა. და მწვრთნელი. ეს გერმანელი შალკეში ლევან კობიაშვილსაც წვრთნიდა. ამჟამად კი ავსტრიის ნაკრების მწვრთნელია. ეს გერმანელი შალკეში კობიაშვილსაც წვრთნიდა, ამჟამად კი ავსტრიის ნაკრების მწვრთნელია. მორჩით, მეგობრებო, თუ შეიძლება ვაჩვენოთ დაფები ისევ კამერებს. ანგარიში გვაქვს 29-18 თუ არ ვცდები, ხო? და დავიწყეთ. ნახოთ აბა რა ასობგერაზე წავედით. ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, საუკეთესო ვიწრო 94 წელს ჰქონდა, ეს ნაკრები არის რუმინეთი. კი ბატონო, სწორი პასუხია ორივე, 30-ით 19 ანგარიში. კლუბი, ამ იტალიური კლუბის ლოგოზე მგელია გამოსახული. რომა. კი ბატონო, 31-ით 20. უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც ეინდჰოვენიდან ბარსელონაში ვარ გადასულიყო, ბათუმში შეიძლება რონალდო. კიჭა რონალდო, კი ბატონო, სწორია. 32-ით 21 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი მეკარე, რომელსაც ნაკრებში აქვს ყველა ასაკობრივში აქვს თამაშები და ეროვნულში ითამაშა. ნუკრი რევიშვილი, კი ბატონო. კი ბატონო, 33-ით 22 და მწვრთნელი, რომელიც შალკეში კობისაც წვრთნიდა და ამჟამად ავსტრიის ნაკრებში. ვინ? რალფ რანგნიკი სწორი პასუხია. სამი ქულა თქვენ. 36-ით 22 ამ ანგარიშიც გაიმარჯვა ქუთაისის ტორპედო. მე წარმატებებს გისურვებ, გილოცავთ. წარმატებებს გისურვებ შემდგომში. სპაიერს ძალიან დიდ მადლობას გადავხდით ძალიან კარგი თამაშისთვის. მართლა ძალიან კარგი თამაში იყო, ძალიან დაძაბული და ისეთ ბოლო მომენტამდე როგორ გავიგებდით ვის შეიძლებოდა მოეგო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო მონაწილეობისთვის. წარმატებას გისურვებთ პირად ცხოვრებაშიც და საფეხბურთო ცხოვრებაშიც რა თქმა უნდა. ქუთაისის ტორპედოს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და წარმატებები უკვე მეოთხედფინალში. და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარმომადგენელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გამარჯვებული სეზონის გამარჯვებული ივნისში გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. მე კი სულ რაღაც ერთიოდ ყვირით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.